მოგესალმებით მეგობრებო, მერვე სერია ყავს. ჩვენო მხეცუნამ დაამზადა, აი ესე გემრიელად. ამას ვღებავთ ტესტის ქვეშ. ეს ორი კარები საპრობლემო იყო, ძველი ნაღები იყო ამერიკიდან რომ ჩამოყვა. აქ ფაქტურად გავაცალე და ისე მოხდა რომ არ გამოდის. თავის ქარხულ ზომებში დავსვათ. უკანაკლოს რა თქმა უნდა თავის ქარხულ ზომებში დაჯდება. აქ უნდა დავტიოთ ღუმელში ერთი კრილო, მეორე კრილო და ბამპერი. ხო ეგრეა მხეცუნია. 1-2 წუთი შემოგვეფარგლი, რას ფიქრობ შენ? როგორც ყოველთვის თავრობას უჩივლის რა ვქნა. მოკლედ ეს მეგობრებო, შევღებავთ ამ ყველაფერს და მე განახებთ შედეგს, რას მივიღებთ, როგორ დავსვათ ფერსაც, ნაჭერში იღებება რა თქმა უნდა და რა თქმა უნდა რაღაც დომილება ექნება, იმიტომ რომ რაღაც ესეთი უცნაური მეტალიკები აქვს, აი დავანათებ, მაგასაც განახებთ. რამდენად გამოვა. მოკლედ. აი ეს მეტალიკები აქვს, ესეთ. აი ესეთი ჭკვიალები აქვს. აი ეს ჭკვიალები აქვს, ოქროს ჭკვიალები ყრია, ამაში სავარაუდოდ 15% 20% ტონალობაში მაინც ხოვებას მოგცემს რა. მოკლედ აი ესე. ამ ყველაფერს დაგვიმზადებს ახლა ჩვენი მხეცუნია. ჩვენ შევასრულებთ, დავასხავთ და ჩავაბარებთ ხობელს ამ გემრიელ მშვენიერ მანქანას. მოკლედ მეგობრებო, შევიდეთ, დავათვალიეროთ ჩემი და მხეცოს ნამუშევარი. ესაც ჩვენი კრილო. ესაც ჩვენი მანქანა. Confetti bomba. Se me govorimo, eset me ore grilo. ამ მანქანაზე დასრულდა სამღერო სამუშაოები. მოკლედ და დარჩა აწყობა. აი ეს გემრიელი გამოვიდა. ამით დარწმუნებულია, ვინც ამას უყურებს, ბევრი ირბენდა ამით. ძალიან მაგარი მოდელია, მოკლედ მე შორის. მოკლედ ესა მეგობრებო დასრულდა. საუდიმულას ხუთიანი იდეალურად გამოიყვანა ყველაფერი ბიჭმა, იწვალა. კინამდე ნახეთ დაყვანილი იყო ეს კრილო. ეს ორივე კარი მიუხედავად იმის შპაკლი იყო და იყვანა და 0-დან აწყო ბიჭმა. ანალოგიურად ეს კრილოც ეს კრილოზეც რაღაც საშინელება იყო, მოკლედ. აი აქეთ მხარეს მოკლედ როგორც უყურებთ. და მივიღეთ აი ესეთი იდეალური შედეგი. აი ესე მეგობრებო, გამოიწერეთ ჩემი YouTube არხი და ლაიქეთ და მომავალ შეხვედრამდე.